კიდევ ერთი კრახი მაგ რაღაცა ჩოჩიევის კომისიის, სამარცხინო კომისიის, მოღალატეობრივი კომისიის, იგივე კომისია ოკუპანტებსაც აქვს შექმნილი ცხინვალში, ზუსტად ანალოგიური გუშინ გიორგი გახარიამ ამაზე ისაუბრა, რომ იგივენაირი საქმე არის აღძრულიო და იგივენაირი კომისია, ისეთივე კომისია, რაც თქვა შექმნა ამ ადამიანმა გააკეთებული იყო ცხინვალის პარლამენტშიც. ან გუშინ ჩვეულებრივად უყურებდით ჩვენ მოღალატეც უკვე ისეთი ყაულგასული ვიცი ჩვენება უნდა და ოცნებას ამ ტიპის შოუს გამართვა და რაღაცა გაბოროტებული სახით მანიაკალური სახეები ქონდათ ეხა ეს ეხა გადავავლე მე თვალი ამ სოციალ მედიას და ვინც დაინახა ეს კადრები დაიჭირა ნუ ეს არა ადამიანური სახეები ქონდათ გამწარებული მართლა რაღაცა ისეთი გაბოროტებული ნერვიულობდნენ, დგებოდნენ, გარბოდნენ ეს პუჩისტ, ნაპუჩისტარი, ნანაციონალი, ვინ არ იყო ეს კაცი ეს მევახშეც იყო თავის დროზე შარმანაშვილი თუ ვინმე საინტერესებს ეს პროფესიაც ჰქონდა. აი ამ ადამიანები შეკოწიწებული რაღაცა უბედურება, უზრდელები მერე ეს ღუდუშაური ბოლო-ბოლო ჩამოყალიბდეს ხან პოლიციელია, ხან ძველი ბიჭია, ხან ყოფილი კუდის ადვოკატია, ხან საქმების ვინ არიან სადიპოვა, აი ეს ნაყარი ხალხი, ეს უბედურება, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი არის, ერთადერთი რაც მათ აჩერებს, რომ რაღაცა ბიძინა ივანიშვილმა გაუღიმოს და აი ამ ღიმილით მერე სადღაც რაღაც ტენდერი ჩააწყონ და ვიღაცას რაღაცა ფული გამოართვა. ეს კოშმარი რაც ნახა გუშინ საზოგადოება ეს ჩვენ გამიზნულად წავედით ამაზე, იმიტომ რომ ეს აუდიტორიაზე გათვლილი იყო იქით ამ ხარეს იყო ეს გათვლილი და იმ ხალხს ოცნების ხარდამჭერებისთვის, რომ რა დაინახეს მათ. ეს ნახეს მათ და ბევრი მათგანი შეწწუნებულია იმ არაადეკვატურობის, იმ უზრდელობის, იმ არაპროფესიონალიზმის და ყველაზე სამწუხაროდ იმ ღალატის, რასაც ისინი ჩადიან ადამიანს ედავებიან, რატო არ ჩააბარე ჩორჩანა, რატო არ ჩააბარე იქით რაღაცა გუდაურამდე რატო არ მიიყვანე ოკუპანტები, იმიტომ რომ თქვენ ხო გესმით, რომ ისინი იქ არ გაჩერდებოდნენ, იქ გაავლებდნენ ხას, იქ დადგებოდნენ რუსები, ის სოფლებიც და ის სოფლის გამგებელიც. ის სოფლის გამგებელიც იქნებოდა ეხა იქით ამ ხარეს მოქცეული. და ეს ჩორჩანის მოსახლეობაც იქნებოდა იქით ამ ხარეს მოქცეული. აი როცა გაავლებდნენ იმ ზოლს და ჩორჩანაში არავინ არ შეგიშვებს. აი ქართველები არ გიშვებენ, პოლიცია არ გიშვებს, იქ რომ შეხვიდი ადამიანებს დაელაპარაკო. ფორმულას ჯგუფიც როგორ შევიდა, რომ იმედი ჟურნალისტები ვართო და მაგით შევიდნენ, თორე ძალიან მძიმე მდგომარეობა არის და იმაზე კიდე იმ ბუფერულ ზონაზე, რომელიც ეს იადგნენ და ჩააბარეს, ამაზე კიდე ცალკე პასუხები იქნება. გუშინდელი დღე რა იყო? გუშინდელი დღე იყო კარგი, ამას ხო არ ანახებს პროპაგანდა. პროპაგანდა არ აჩვენებს ამას ყველაფერს, მაგრამ ეს იყო პირდაპირ ეთერი. უამრავი ადამიანები დღემდე ხა Facebook-ზე ვიდეოები იდება, ხალხის ცხეს უყურებს. დღემდე არის ეს გაგრძელება არის დღესაც ამ ყველა იმ ადამიანები დაინტერესებულები არიან, ამიტომ ანუ თუ ყველაფერს გადავიყვანთ პოლიტიკურ და თუნდაც წინასაარჩევნო ჭრილში, იმიტომ რომ თქვენ აღიარებთ ამ წინასაარჩევნო მოცემულობას, ეს თქვენთვის იყო ხელსაყრელი დღე. ბუნებრივია ამან ეს არათუ ხელსაყრელი იყო, ეს იყო ოცნებისთვის ძალიან დამაზიანებელი. ბოლოს ადგა კომისია გაუთიშეს და გაიქცნენ. ანუ თვითონ თავისივე დაგებულ მახეში თვითონვე აღმოჩნდნენ, იმიტომ თვითონ ამბობდნენ, რომ ახლა არ გაგვითიშავთ, ბოლოს გაიქცნენ. თქვენ ყველან ეს ვნახეთ. მათ გათიშეს. ჩოჩიევმა დააჭირა, ხო, იმ ღილაკს ხელი. ჩოჩიევს თეატროლოგი ასე გახით? ეს არ არის. მე იმას ქართულად აღარ აღვიქვავ აბსოლუტურად, ის აკეთებს ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების საქმეს და მე მაქვს უფლება პოლიტიკურად ამ ადამიანს ასე მიუმართო, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ლევან. პასპორტში ისევ დარჩება იმად რა გვარიც ქონდა, მაგრამ მე მაქვს უფლება ვიხმარო ეს ადამიანი და მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი დღეს აკეთებს ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების აი ეს გვარი, კი ბატონო. ლევან მინდა დღევანდელ დღეზე გკითხოთ, დღეს კიდევ ერთი სასჯელი იყო გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ჩვენ ასევე ეხლა კიდევ უფრო იქნება კიდევ ასე ვთქვათ 9 ბრალდებული, კიდე 11, ანუ გაერთიანებული პროცესები არის ნელ-ნელა წამოვა, ჩვენ ნახეთ როგორი ემოციური დღე იყო. აი ამ
ემოციურ ვითარებაში, რომელიც არსებობს ქვეყანაში, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ ამ ტიპის, ვთქვათ, გადაწყვეტილებებს სასამართლოს მხრიდან, როდესაც კრიზისის 26 ოქტომბრის შემდეგ და 28 ნოემბრის შემდეგ ძირითადად დაწყებული პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა, რომლის მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება იყო. ახლა ამ ვითარებაში პარტიები შედიხართ საარჩევნო პროცესში. აი როგორ უყურებთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მათი ნაწილის მხრიდან, შესაძლოა დიდი ნაწილის მხრიდან პროტესტში ჩართული ადამიანების ეს ცოტა არაადეკვატურად გამოიყურება? ანუ ასეთ მოცემულობას თუ ხედავთ. აბსოლუტურად ამ ადამიანების ემოციის ეს ზოგი ახლა არის ამ ემოციაში ეს ჩვენ გავლილი გვაქვს ეს ემოციები. ადრეც ყოფილა ეს ხო პირველად არ ხდება ამ ქვეყანაში. გაცილებით უფრო მძიმე და გაცილებით უფრო უარესი მდგომარეობა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არჩევნებს ამ ქვეყანაში სხვა გზა ჩვენ დავშვით კითხვა რა არის. ანუ ის რას გვეუბნებიან. ნაციონალურ მოძრაობა ამბობს, რომ ისინი რაღაცა რევოლუციებს აპირებენ, სადღაც შევარდნას აპირებენ. ბოლოს მიატოვებენ ამ ხალხს სადღაც გაიქცევიან. ერთობას ღაღადებენ, თვითონ არ ერთიანდებიან. საერთოდ არ ერთიანდებიან, ხო? აი მე საერთოდ ვერ ვხედავ ლოგიკას 4-ს და 5 შორის რა განსხვავება არის. ჩემთვის არ არსებობს და არც სხვა ამორჩევლისთვის არ არსებობს. მაგრამ რატო არ ერთიანდება ეს პარტიები? ან რატო გაიყვნენ საერთოდ? ან რა მოცანა ჰქონდათ მათ გაყოფას? სადღაც 5-დან 6%-მდე საერთოდ დაკარგეს, იმიტომ რომ ყოველთვის ნაციონალურ მოძრაობა 27-28%-ზე გადიოდა, საერთო ჯამში 21% ანახეს. მე ვერ ხვდები ამაზე ისინი გიპასუხებენ, რომ ეს არ იყო რეალური მაჩვენებელი. რაღაცა რევოლუცია ყოველთ მარტში, რაღაც თებერვალში, მარტში, აპრილში, ივნისში, ივლისში, ეს არ გაჩერდება. ესე არ გაჩერდება, ესე ყვება ამ რაღაცა ილუზიებით, რომ უცებ რაღაცა მოხდება. გუშინდელი დღე არ იყო არავისთვის ინდიკატორი? გუშინ ამერიკის საელჩოში არ იყვნენ სანქცირებული სახელმწიფო წარმომადგენლები? რაღაცა რეალობას ხო ამ ხალხმა თვალი უნდა გაუსწოროს, რაღაცა უნდა გაიგოს, სხვისიც გაიგოს, სხვის აზრიც უნდა მოისმინოს. რო ჩააწვეთეს თავში იდეა, რომ როგორ არ გამოვა რა 2012 წელს უარესი კომისია არ იყო? თუ უკეთესი კომისია იყო 1 ოქტომბერს, რა გონია თქვენ, რომ რაღაცა სამართლიანობა უზრუნველყოფილი იყო და უარესი არ იყო? მე არ მგონია, ლევან, ყველა არჩევნებზე ვიცი რა და როგორ იყო, მაგრამ როცა არსებობს იდეა ერთიანობის, ამას უნდა ახდეს თავს ინსტრუმენტი. არჩევნებზე ძლიერი ინსტრუმენტი არ არსებობს. სხვა დანარჩენი ყველაფერი ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. მე მესმის ამ მომენტში. მაგრამ ლევან, მაშინ როდესაც აი წინა არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, არსებობს 4 ბარიერგადალახული, ამ გადალახულთა მიერ არაღიარებული შედეგებითაც 4 ბარიერგადალახული პარტია ნახეთ, აქედან ეს თქვათ 4 და 5 და მასში შემავალი პარტიები და კიდევ რამდენიმე პარტია არაპირებს არჩევნებში შესვლას. ეს ართულებს თუ არა მოცემულობას? ართულებს, არათუ არ შედიან, მავნებლობენ პირდაპირ მნიშვნელობით. ვერანაირ ბოიკოტს ისინი ვერ უზრუნველყოფენ. გამორიცხულია ეს ამბავი. ეს არის უტყუილებით, ილუზიებით ყვება. შანსი არ არის. ეს კონსტიტუციური პროცესია, ეს პროცესი მაინც ჩატარდება. მე ვიღაცა ეუთოში გამოვა, ვიღაც იქ წამოვა, ესეთი მყარ იმას მოცემულობას ვერ ქმნი. აი ვერ ქმნი ამ მყარ მოცემულობას, გესმით? ნახეთ, ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთობას სჭირდება ინსტრუმენტები. ეს ინსტრუმენტი არის ამ შემთხვევაში ეს არის საერთო კანდიდატებით პროცესში შესვლა. მე ხო არ ვამბობ, რომ სხვა გზაც არ არსებობს, მაგრამ იმ სხვა გზამდე რომ მიხვიდე, ამას ბევრი რაღაცა ჭირდება. როგორც ქვეყნის შიგნით და როგორც ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ რაღაცები შეიცვალა, ჯერ არ მოტრიალებულა ის რეალობა. ჩვენ არა ვართ იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ვიყავით დეკემბერში. ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ ვერაუღეთ. ვისთვის სასარგებლოდ და ვისთვის აზიანოთ? ჩვენთვის ჩვენ ამით ვერ ვისარგებლეთ რა. საპროტესტო ნაწილი ქვეყნის? არა, რა თქმა უნდა ეს აზიანა ეს საპროტესტო მიმართულებები. იმან რაც მოხდა დასავლეთში, იმ პროცესებმა დააზიანა, ეს ნელ-ნელა ტრიალდება. ჩვენ დავდივართ, განსხვავებით ჩვენ არ ვატყუებთ. ყველა საერთაშორისო დონეზე, მაღალ დონეზე
შენ ვერ უხსნი ადამიანებს, შენ რატო არ უნდა მიიღო? ანუ ვერ ხსნი საერთოდ არჩევნებში რო არ მონაწილეობ, ამ ხალხს ეს არ ესმით. არ ესმით? არ ესმით, რა თქმა უნდა. რატომ გეკითხეთ? აი, კითხეთ სალომე ზურაბიშვილს რა ელაპარაკა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა. რა ელაპარაკა? ევროკავშირის იმ ასამბლეამ დადგენილებაში ხო ჩაწერა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის შესაძლებლობა ბრძოლის გაგრძელების. ეს ხალხი რატო გვეუბნება, რომ ეს არ არის, ანუ ნაციონალური ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის. რა თქმა უნდა, რატო გვეუბნება საპირისპიროდ? მე ვერ ხვდები ამას. მე ვერ ხსნი ამ ამბავს, გესმით? მე ვერ ხსნი ამ. ისინი ამბობენ, ნახე ლევან, ეს ლოგიკა არის 24 ოქტომბრის არჩევნების შედეგად. მანდატების დაყრა, არაღიარება, გამოცხადება ხელისუფლების, ეს თქვათ, არაღიარებულად, არალეგიტიმურად. ის პარლამენტია. მესმის, აი ეს პროცესი წყდება ეხლა და საარჩევნო კამპანიაში რა შესვლით. თქმა უნდა, არ წყდება. რა შუაშია თვითმმართველობის არჩევნები? თვითმმართველობის არჩევნები არის ძალების მობილიზების არჩევნები. მოდით არ ვაღიაროთ ყველა დონეზე, ასეთია მათი განცხადება და მოდით ეს თქვათ ვინ გაყვა ამ არაღიარებას? ნორმალიზებას მოახდენს ამით ოცნება ვითარების, ასეთი არგუმენტები აქვთ ბოიკოტის მომხრეებს. ბოიკოტის მომხრეებს განსაკუთრებით მე საუბრობ პოლიტიკოსებზე. მეც პოლიტიკოსებზე კარგი, მაშინ რა ხდება? ჩუმდებიან რაღაცა ის ერთი წუთი მე ვსაუბრობ პოლიტიკურ პროცესზე. მე ვსაუბრობ, ჩვენ როდესაც ვესაუბრებით ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ეს როდის არის ამის განხილვა მიდის, კარგით, რა არის სხვა? ჩუმდებიან, აი გაჩუმდებიან, ხმას არიღებენ და მერე გიწყებენ რაღაცა იქ რაღაც იმას ჩამოვაყალიბებ, ამას ჩამოვაყალიბებ, დრო გადის. ადამიანებს უსჯიან, ყვებავენ ამ ხალხს რაღაცეებით. შედეგი არიდება, პრაგმატული შედეგი არიდება, პირდაპირ მნიშვნელობით შედეგი არიდება და მე ვერ ხვდები, რატო ამბობ უარს ისეთ ინსტრუმენტებზე, რომელიც თითქმის გარანტირებული არის. მე მესმის არგუმენტი, რომ არ არის ცენტრალური კომისია არის მიკერძოებული. მეცაც გეტყვით 2012 წლის 1 ოქტომბერს უარესი კომისია იყო. არ განსხვავდებოდა ამ კომისიისაგან, ისიც მიკერძოებული იყო, მაგრამ თუ არსებობს ნება, თუ არსებობს ციფრები, თუ არსებობს რაოდენობა, ეს სხვა რეალობა არის. 2024 წლის ოქტომბერში ეს ნება არ არსებობდა, რახან თქვენ კომისიაზე ამბობთ, დადარებთ 2012 წელს, რომელი კომისიის და შედეგითაც ხელისუფლება შეიცვალა. შესაძლებელი არის ბრძოლა, მე არ მესმის ამაზე უარის თქმა და ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას. თქვენ ვინმე მგითხრათ ამის ალტერნატივას, ემოციურად მე მესმის, რომ იქ რაღაც ის ვიღაცა გვერდში დაგიდგება, იქ რაღაცა ამას არ ყველა გეუნება რომ არჩევნებზე გადიო. ყველა გეუნება რომ არჩევნებზე. თქვენ პარტნიორები ღიად გეუბნებიან. გეუბნებიან ჩაგიწერეს რეზოლუციაში, არჩევნები ჩაგიწერეს რეზოლუციაში. ევროპარლამენტის რეზოლუცია. ვაუ, ამის ალტერნატივა რა არის? მე დღემდე ვერ მოვისმინე ამის ალტერნატივას. არაღიარება ყველა დონეზე, ესეთია მთავარი სათქმელი. ვისი არაღიარება? აი ადამიანები მომიწოდებენ არაღიარებას და ხედან მაგალითად ბორჩი, სამეურნეო საბჭოში. რაღაცა სხვადასხვა ფორმებში შედიან, ურთიერთობენ რაღაცა იმას, რას ნიშნავს არაღიარება? არ ვაღიარებ ამ პარლამენტს, არ ვარ ამ პარლამენტში. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები არის იმისთვის, რომ უფრო მეტად მობილიზება გააკეთო, უფრო მეტად შეძლო ადამიანებთან ურთიერთობა, ადამიანებთან მიხვიდე, გადმოიბარო, იქით შენსკენ გადმოიყვანო ეს ხალხი. გადმოიბირო. ლევან, ხალხს როცა ელაპარაკეთ, როგორია მათი განწყობა, აი ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს, რომ არჩევნების იდეის სასარგებლოდ? თქვენ რაღაც სპეციფიური ამომრჩეველი ყავთ, რომელშიც თქვენი გზა არის მათი. რასაც უყურებ, თუ არ ჩავთვლით მაგალითად აი ხელოვნურ პროცესს, თქვათ, მე მესმის ხა რომ ყველა ვინც არის აქტიური მხარდაჭერი თავისი პოლიტიკური გუნდის, მათ პოზიციას ხშირ შემთხვევაში იზიარებენ და აქტიურად ცდილობენ ამ პოზიციის ლობირებას. არიან ეს ადამიანები, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს არის შეცდომა, არასწორი არის. გრძელვადიანი ბრძოლისთვის თვითმმართველობას აქვს მნიშვნელობა და ამის კარგი მაგალითი არის თურქეთი. არ გვინდა ჩვენ სანმე წასვლა არც წარსულში ქექვა, მე არ მიყვარს წარსულში ქექვა. არ მიყვარს და რაღაცა
კარგი მაგალითი არის თურქეთი. კი ბატონო, სადაც დიდი ქალაქების, თუმცა ასევე დაპატიმრებული, მაგრამ დიდი ქალაქების სამაგიეროდ მერები არიან ოპოზიციონერები. ღონე ხო გჭირდება ამ პროცესში. შენ რო ხელისუფლებას ეჭიდავები. ღონე საპარლამენტო მანდატებშიც იყო ლევან. მესმის. მაგრამ იქ იყო პრინციპი, ის გაყალბდა ის არჩევნები. ეს პრინციპი საკითხი იყო. მე რო ვთქვი, რომ მე ამ პარლამენტში არ შევალ, მე შევასრულე ჩემი სიტყვა და გუშინ მე მანდატი გამიუქმდა. მე ჩემი სიტყვას პატივს ვცემ. მე ვთქვი, რომ გაყალბებ, მე არ შევალ ამ პარლამენტში, მე პატივი ვეცი ადამიანების ემოციას. ბევრი ადამიანი საპირისპირო, მე ბევრი ადამიანი საპირისპიროს ფიქრობდა. ძალიან ბევრი ამ აზრზეც ძალიან ფიქრობდი საპირისპირო. ხო, განსხვავებული აზრი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აი ესე ჩაჭიდებით, რომ ეს შენი აზრი არის მიუღებელი. ეს პოსტფაქტუმ დავიწყე ამ ლაპარაკს. აქედან ოცნება, აქედან ნაცები, რომ აი ეს არის მართალი, ეს არის მართალი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად მიუღებელი არის, ეს განსხვავებულ აზრთან არ შეგვება, თან რაღაცა ჩაიდეს ერთი რაღაც უაზრობა თავში და გონიათ, რომ ეს არის არგუმენტი. არ არის არგუმენტი, ადამიანებს ვეუბნებით, შემოგთავაზეთ ერთობის სხვა ინსტრუმენტი. არ არსებობს ერთობის სხვა ინსტრუმენტი. გარდა იმისა, რომ საერთო კანდიდატები დააყენო და აი ამ კუმულაციური ეხლა რა უნდა გამარჯვებებს მიაღწიოს შედის არჩევნებში იმათთან ერთად შეეცდებით ამის კეთებას. აი ლელოს ლიდერმა გუშინ საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა, რომელიც პრინციპში ცხადს ხდის მათი არჩევნებისკენ მოწოდებას. მოდით მარტივად გეტყვით. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ გუშინ გახარიამ, აი კითხვა დაუსვეს. მე ვფიქრობ, რა რაღაცა რევოლუციებზე და იმებზე ლაპარაკს თავი ცოტა ხანი დავანებოთ რა. ეს არის კონტრპროდუქტიული, ამას კარგად იყენებს. რევოლუციაზე არ ლაპარაკობენ, როგორც წესი, ეს თავისით ხალხი უნებრივად ხდება და ეხა თუ ვიღაცეები რაღაც ამით ამაზე რომ ბევრს ილაპარაკებენ, რაღაცა თავის სითამამეს დემონსტრაციას გააკეთენ. მერცაც გეტყვით, ერთ ადამიანს შეუძლია უფრო მეტის გაკეთება თავის თავგანწირვით, ვიდრე შეიძლება 10 და 100 ადამიანს და 1000-საც. ამიტომ თუ ვიღაცებს რაღაცებს მოუწოდებენ, ძავიდენ და ჯერ თვითონ გარისკონ და მერე მოუწოდონ სხვას. მე ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ამ ლექსიკით ეს არის ქართული ოცნების აი მიაფასიან პროპაგანდაზე კიდე უფრო მეტად დასხმა. მე ხო არ ვამბობ, რომ ჩემი აზრი არის საერთოდ უკანასკნელი ჭეშმარიტება. ჩვენ ლელომაც მათ შორის და განსაკუთრებით იმ ადამიანმა, ვინც ციხეში ზის, მამუკა ხაზარაძე, ხო? ის ციხეში ის ხო არ გველაპარაკება, ის ციხეში ზის, მას გააზრებული აქვს ეს ყველაფერი. ამიტომ ამ ადამიანებმა ერთმანეთის აზრს პატივი უნდა ცენ მინიმუმ და სანამ ეხა ისტერიკაში ჩავარდებიან და დაიწყებენ რაღაცა ამოხტომას. აიაზრონ, აქეთ ამ ხარის არგუმენტების, იქით ამ ხარის არგუმენტების. ესეც სალსახად, რომ აი ეს გზა არის კარგი და ეს არის ცუდი, მე რას ისიც მჯერა იმაზე არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს არის კი ბატონო, ეხლა ისეთი მოცემულობა არავინ არ ვიცით რა არის სწორი, იმიტომ რაღაცნაირი ამიტომ დიალოგი აქტივისტებთანაც, ყველასთან, ვინც ემოციურად არის მნიშვნელოვანი. საუბარი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ცალსახად რომ შენ ლევან აღარ გვაქვს დრო მეჩხუბებიან. მადლობა ლევანს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.